გამარჯობა, მე ვარ დავით ნუცრუბიძე, თქვენ უყურებთ ქარდაკის ახალ ეპიზოდს. დიდი ხანია ეს ეპიზოდების სერია არ ყოფილა ჩვენს YouTube გვერდზე და როგორც იქნა დავბრუნდით ცნობილები დრიფტის ახალი ეპიზოდით. დღევანდელი ჩვენი სტუმარი კი იქნება უნიჭიერესი მსახიობი გიორგი ჩუბინიძე, რომელიც ახლა შორს არის და მოდის იქიდან. აუგიო. დიდი მადლობა რომ მოხვედი. პირველი კითხვა და ეგეთი შენი რომ თუ გახსოვს თუ გახსოვს პირველი ავტომობილი რომელიც გაატარეს შენ თვითონ დამოუკიდებლად. სპეციალ დახმარების გარეშე. დამოუკიდებლად. დიდი ალბათობით იყო 11 ან 03 წელს ვსაუბრობდი ამაზე. 05 ან არა 11 ან 07. მოკლედ რუსული მანქანა იყო ყველავარია. ხო, და მეორე ალბათ გოლფი. გოლფ 3. და შენი პირველი მანქანა თუ გახსოვს? შენი პირველი მანქანა სადამოვიწყეს, იმიტომ რომ ახლაც მყავს. Toyota Vitzi. უკდავი. ზეგანაც საუბრობდით. მაგარი მანქანა მოდი. მექანიკა და. ძალიან გამძლეა რა, ეკონომიური და. მეგობრული მანქანა, არასდროს არ ფუჭდება. თუ ფუჭდება გარაჟთან, ფარეხთან, სწორად. ავტოსპორტს თუ აქცევს ზოგადად ყურადღებას, თუ გაინტერესებს რომელიმე სპორტი. მოყვარული ვარ, ასე ვთქვა. მართლა ძალიან კარგი. ანუ მანქანებიც გიყვარს რა. მანქანებიც მიყვარს კი, ბავშვობიდან რაღაც ეგეთი ამბავი იყო. ძალიან მიყვარს ოფროუდი უფრო ალბათ რა. აი თუ ძველი სავეცკი მანქანები, სამხედრიანები მაგალითად. უაზი და ზილა 31. არა, უაზი სამხედრიანები. Facebook-ზე მაგ ამაზერის გვერდი, ხო, რაღაც ურალ ლესაბოს თუ რაღაცა. ხო, ზოგადად გავაცერე. ურალ ლესაბოს. ხო, უყურებ ხოლმე. მეც მაგრამ იქ რო დატვირთულები ჩადიან დამაცდეს. რაღაც დიტალა. ასწორებს, რაღაცა ჩემი ჰობი არის, თქო თითქოს. ახლა 325-ით მოხოდი 90-ით. მაგალითად ვითხარი ორი სიტყვა, რამე აქ გაკეთებული, აპირებ რამის გაკეთებული. კი, გაკეთებული აქვს, stage 1. ისა რა, ბევრი არაფერი. ვამბობდი ამ 400-მდე აქვს ცხენის, მასე 500-მდეც აქვს, ან 380 და ახლა. 370 stage 1-ზე. რო ამდენიც გჭირდება მაგის ვიხარ. კულერი და გამშვები, მეტი არაფერი. ასაგები. კარგია. დრიფტზე ზოგადად რა აზრის ხარ? გიცდია როდეს მე რა თქმა უნდა ეხლა მანქანები გიყვარს და დრიფტი მისცა ჩემი Toyota-თი აუცილებლად დავიწყე პირველი სიმღერა თოლში საუკეთესო ამბავი კი დავიწყე წინა წამყვანი კი როგორ არ მისცია მაგის პიტი და მისცია 2016 იყო 2016 ყავდა პრობლემაში მე და ჩემი ზვას კი რა თქმა მისცია ბევრი ძალიან კარგი ბევრი სხვადასხვა ბევრი საბურავი კარგად შეასრულებ მე მგონი დავალებებს ახლა შემიწირავს ნახავთ რა ეს მანქანა კი მახინჯია, მაგრამ დრიფტი შეუძლია, კარგად. სული და გული უნდა ქონდეს ისე. კი. წინა საბურავები კარგია, ესე იგი ყველაფერი კარგია. კაი, გადავიდეთ მაშინ ახლა ჩვენ ელელა უკვე მანქანაში, სადაც თეორიულად რაღაცებს აგიხსნი, შეიძლება უკვე იცი, მაგრამ მაინც. კი ბატონო, მოვიდა. რომ მაყურებელმაც ნახოს. რა თქმა უნდა. და შემდეგ სალონში. სახლში არ გაიმეორო, სახლის პირობებში. ხო, სახლის პირობებში არა. ავტოდრომზე მობრძანდით და ლენზგენებოთ. ახლა გამოიწერეთ მეგობრებო. ახლა გამოიწერეთ ხალხის. კი, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ, როდესაც ავალთ 10-ზე გამომწერზე, შევარჩევთ 3 გამომწერს, ვისაც მოვიყვანთ და შევასწავლეთ დრიფტს. მე მგონი მაგარი შანსია. რატომაც არა, ისე ჩვენც დიდად არ მიუთითებთ ხოლმე ხალხს, მაგრამ ცოტა ერთულებად ხოლმე, აი ჩვენი მაგალითად გამომწერი 270,000 გამომწერი ყავს და ჩვენი მაყურებლების 60% 70-ს არ ყავართ გამომწერილი. ცუდია. ცუდია, ხო რა. აუფიქსირეთ გამოწერა ამ კარგ ხალხს. რატო ეზარებათ არის? რა უნდა იქით დიზაჭერეს მე არ ვიცი, ალბათ კლიკ და დამთავრდა. მე ზარი გააქტიურე. გაიხარე მადლობა. ამბავი, კომენტარები დაუწერეთ, გინდა ცუდი, გინდა კარგი. კი, ეგეც მნიშვნელოვანია კი ნამდვილად. კაი, წავედით მანქანაში და დააშეს იქიდან გავხსნით. წავედით. მოკლედ დავიწყოთ. დონატით ახლა, დონატი როგორ გეთება რა, გამოცდილება გაქვს, მაგრამ აყურებელმაც რომ მოიწონოს დავიდან. მე შავი ნახოთ შეიძლება გამოვიდეს. მოკლედ ზრავის ბრუნი აქვს მაღლა, როგორც კლასიკურად, რომ სიმძლავრე გამომიშალოს რავმა, უცებ უშვებს ელენიას, მანქანა როგორც გიწყებს ბუქსაობას, ეს უკეთ საბურავებ პრიალს. მაგროს ჯერ ვირებთ იქეთ მიმართულებით, საერთოდ გვინდა რომ დონატი გავაკეთოთ, ანუ ამ შემთხვევაში მარცხნივ, ფიშკის მიმართულებით და შემდეგ უკვე, როდესაც ვიგრძნობთ, რომ უკანა მხარე მანქანის წავიდა დრიფტში მოსრულდა, მაგროს საჭეს გავუშვებ ხელს, ზოგჯერ ითხოვს ხოლმე რომ დაახმარო შეთქონ ხელით და მარჯვნივ დაატრიალო, ანუ მინდა რომ დონატი გავაკეთოთ არა მოხოვული საჭირს სულ და გეჯიროს ესე რომ გაშალო და კონტროლირებადი გახდეს ეს ყველაფერი რა და საჭიროზე კონტროლს რაც შეეხება უშუალოდ აი როდესაც გადმოაწყობ მეორე მხარეს ხო დიდი კონტროლის საჭიროსთან რა გიწევს უბრალოდ უნდა დააკორექტირო მცირედით რა დრიფტის ესე თქვა დრიფტში მართვა ავტომობილის მთლიანად ხდება გაზის პედლით
ანუ სიმძლავრით უნდა მართოთ რა, მეტი გაზს დავაჭერთ და მანქანა უფრო მეტად ჩატრიალდება, თუ ნაკლებს აუშვებთ, რა თქმა უნდა გაგვისწორდება მანქანა რა. ამიტომ ის გაზის პედლის ის ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, როდესაც მანქანა სულ დრიფტშია და არ გამოდის რა. ეხლა შენ თვითონ მოინდობა რომ შენ თვითონ დაждеქი პირველი და არ გინდა რომ ნახო ეს ყველაფერი და შენ თვითონ იმედი გაქვს რომ გააკეთებ და რა ვიცი ნახოთ მეც გავიხარდება თუ ეგრევე გამოგივა. გიდრონში უკანაზეა ხო წესი? გიდრონში კი უკანაზეა კი. აი დავიწყოთ. დავიწყოთ. სად შენი პირველი დონატი. დაუჩა? დავეჯახეთ? ცოტა შორიდან წავედი. ხო, იცი რა იყო, გიო, ეხლა რომ დააჭირე გაზს, ხო, ტორმოზეც გედგა თითქოს. თავიდან გავახურე ვითომ რაღაცა. სასვარკებული ხიდი სხვა ამბავი. კაი, მოდი კაც. ეგა. თითქოს კარგად მე ავსტრავდი ისე. აი, ესე იგი რა ვიცი, რომ დიდეულად აკეთებ რა, იმას დონატს რა. ეხლა რა მაინტერესებს იცი? მეორე პირად თუ შეიძლება ვიგიოს ეკეთებს. მოდი, სინჯო. გული მიგზავს რომ დავალება უნდა გავართულო მე. ძალიან კარგი. ეგ რომ კარგად გამოგდის რა, კაი. ეხლა იცი რა ვიდა მეორე ფიშკას მოვიდა. და უკვე გადავიდეთ რუიანზე. იმიტომ რომ დონატის თამას აშკარად კარგად აკეთებ რა და ეხლა ნახოთ უკვე გადაწყობაზე რა მოხდება რა. სპარ ვაკარას გაგრილდება ცოტა. რუიანები. რუიანზე გადავალთ ეხლა რა, ჩაოლებად დაიწყებ დონატს, ანუ ერთ ფიშკას გავუკეთე სრული დონატი. და შემდეგ ანუ რო გადააწყო მეორე მხარეს მანქანა რა, ზოგადად დონატს რო აკეთებ, ეს არ ხდება ჯერ მაგაზე მე გადავალთ. იცი რა ხენი კუთხე უნდა ჩააღრმავო დრიფტში რა, თითქოს გიტრიალდება და მაგდროს მეორე მხარეს გაისვრი რა, გაზის საშვების დროს გაისვრი რა. დონატები ისედულად გააკეთებ, მე მგონი რომ ეგეც მარტივად გამოგივა. მეორე იყო რა, გაზი. თავიდან დაიწყე. არა, ეხლა რა შემოიგო, იცი? ადრე დაიწყე რა, გადაწყობა. ანუ ცოტა პირიქით, ანუ იქეთ მიმართულებით და გავუშვათ, თქვენი როგორც იქეთ იქნება მანქანის საბურავის მხარეს. მერე შეგიძლია უკვე დაიწყო. კოლექტორიდან წვეთ თავს, არა კოლექტორი. ის არის, საქშენის ჰაერში მაქვს, საქშენის მილი და შემშებში არ შეერთებ და ბოლოს. დაიწყეთ. მიდი აბა. თავიდან ის გამოგივიდა. მიდი. იო რა კენ იცი, იქიდან რომ წამოხვალ ესე დონატით, ხო? მანქანის სკვირი როგორც კი გაუსწორდება საბურავებს, ანუ გააღრმავე კუთხე რა შეიძლება და მერე გადმოაწყვე. ეხლა ცოტა ადრე იწყებ გადმოწყობას და მაგით ხდება ეგ რა. აი, ესე ხდება. მე მგონი რომ გამოვა. რა. ცოტა გაკლია. გამოსვლამდე. დავიწყოთ? მიდი. ცოტა ადრე იყო. ჰიდრორუშიკის ხმარება აქ არის ვარგებს? ხო, არ ჭირდება იდეაში რა. ესეც ხო, შეგიძლია გააკეთო. მიჩვევის ამბავი. და, მოიცა, გავასწორო და თითქოს გამოვიდა. კი. კარგი იყო, გამოვიდა, მაგრამ ეხლა მინდა რომ იდეალურად გააკეთო რა. აი, სულთან რასაც ვიდა რა.
ჩავთვალოთ რომ ძალიან მაგარია. კაი, შემდეგი დავალება რაც აქამდე არ ქონია ხოლმე, იმიტომ რომ ამას რაკეტები ხოლმე რა, არ გამოსდის ეგრე მარტივად, ხო? მეორე სიჩქარე სანამ გადავალთ, ეხლა რა მინდა რომ გავაკეთოთ, იცი? დონატი გავშალოთ. ანუ, ეხლა ხო უტრიალებ ერთ ფიშკას რა, ეხლა ფიშკას ცოტა დავამოკლებ. და ვეცადოთ რომ დიდი დონატი გავაკეთოთ რა, ხო რა. შეიძლება მეორე სიჩქარე მოითხოვოს, მაგრამ საკმაოდ გრძელი ხიდი აქვს ამ ახანას და პირველიც ეყოფა და თუ რაღაცა მე მეორესაც გამოვიყენებთ, ეხლა დავამოკლებ მანძილს. მოდი მე გარეთ ვიქნებ. მიკროფონები ავიღო. მაინც შორს დადიხ. ხო. გიო, მოკლედ, ეცადე რომ ამ ორ ფიშკას გავლენა უწვიავ რა. კაი. ბოდიში მომითხოვია და დრიფტერი ხომ არ იყავით წეს მორევაში. შეიძლება ლუზერი ჩუბინძე. იდეალურად გავაგვის ყველაფერი. ეხლა ცოტა გაგვილა ახლა მეორე ცოტა ხანი არე და მე უკვე რამეს მოვიფიქრებ. სირთულეს მე გავართულებ, არა ყველაფერს აკეთებს. კაი, მაშინ გიდროზე გადავალთ რა, რაც აქამდე არ მქონია გადაცემაში. მოკლედ, რაღაც ესე ყველაფერს აკეთებ გიო, ეხლა მინდა რომ ცადოთ გიდროთი მოწყვეტა რა. მოდი პირდაპირ მეორე სიჩქარე იყოს, მეორეთიც მე მგონი მოერევა ეს მანქანა ჩვეულებრივად. ოღონდ შედარებით მეტი სიჩქარე ვშირდება მაგისთვის რა, დაახლოებით 40-ით უნდა წამოხვიდე რა. მე სწორად წამოხვალ მე 40-ით და გიდროთი მოწყვეტის პრინციპი ესეთია რა, მიდიხარ მანქანას ანუ მოუხობ ჯერ მარცხნივ და შემდეგ სებრენია და გიდროს ხაჩავ. ანუ თუ შენ ჯერ გიდროს მოკაჩავ და მერე მოუხვევ, შენელდება პროცესი და შეიძლება არ იყოს ინერცია და მანქანა არ მოსულდეს რა. ამიტომ ჯერ მოუხვევ რესკად და მოკაჩავ რა. ან დაგიტრიალდება, ან ხო, მიხვდები რა შეცდო რა. არის ხოლმე მომენტები, როდესაც გიდროზე ეკიდებიან მთლიანად და ესე გორდულად შერდებიან რა. მაგრამ მე მგონი რომ ესეც მე მგონი გამოგივა რა. მოდი ცადოთ. ხო, ცადებიდიო. სადახაში მე მგონი დრიფტს გიხილავ, დრიფტის ჩემპიონატზე. ყველაფერს აკეთებს ეს ადამიანი, რავი, რა გავა. არ იყო ისეთი, მაგრამ რაღაცა გამოვიდეს. მიდი სადე კიდე ერთხელ. კაი, ჯანდაბას. აი, მოკლედ ნახოთ აბა. თითქმის გამოვიდა და აი, მოდის. იდეალური იყო. იდეალური იყო, აი რასაც ქვია იდეალური იყო რა, აი როგორ ტექნიკურად ჩააკეთა, აი ნახე, იმენა ზუსტად. ეს გამოვიდა. სუპერ, ძალიან მაგარი იყო, აი იდეალურად ჩააკენე რა. ეხლა ნახოთ მეორე მხარეს თუ იზამ იგივეს. იქიდან წამოდი ქვემოდან და ესე ამოიარე, ხო? აი. ვიდეო? ქვემოთ იგივე კრუგზე просто. არა, ეხლა ხო აქედან მოდიხარ. ეხლა იქიდან წამოდი ეს. და ამოიარე, ანუ შენ მხარეს რა მოდი. აჰა. კარგი. აბა ვნახოთ. ანუ გზნობს მანქანას რა. იქიდან წამოდი აქეთ მხარეს. და აქ ჩააყენე დრიფტში. როგორც მანამდე იყო აქცევით, ანუ მაგის პარალელურად რა. ეხლა ხო იქეთ ჩააყენე დრიფტში. აჰა. ეხლა ზუსტად იგივე გააკეთა, ფაქტურად იგივე წრეზე წადიოთ, აი იქიდან მიმართულებით წამოდი აქეთ. და აი აქ ჩააყენე დრიფტში რა. გავაჩერო აქ? არა, ჩააყენე და ისე რომ რა მინდა, იცი რომ სადავ ამ ფიშკებს ცოტას გავზრდი. მეორეთი რომ ჩააყენე დრიფტით ფიშკებში გაზვრე შუაში და გადავწვა. გაზრები გადაეწყო რა. კარგი. ახალი დავალება. აქ უნდა ჩააყენოს დრიფტში. აი აქ ჩაოლებიოთ როგორც მეორეთი და მე შეძვრეს შუაში. და შუიდან გავიდეს გარეთ ისე გადაეწყოს. თავიდან.
თავიდან გამოგივა. არა, ისე დაუბრიალდა. გიო ნახე რა შვები? სიჩქარე გაქვს დიდი. და აქ გინდა რომ მოკლე კუთხეზე შეხვიდე რა, როცა დიდი სიჩქარე გაქვს, შანსი არ არის, მაგრამ მანქანა ყველაფერში დადგალდება. ეგრევე არ ეცადო ამაზე ისა ახლოს მისვლა რა, ანუ ქაშალე და გაშლილად შედი იქ. ანუ ცოტა მოშორებით რა და ეგ მოხსებს იმას რომ დააბალანსებ მანქანას. მადლობა ის რა. გახვალ თუ არა შუაში, ეგრევე გადაეწყე, უკვე მეორე მხარეს და წრე გავუკეთე. კაი. გამოგივა, მიდი. ყველაფერს გაართვი თავი, არ ვიცი რა დავალება მოხსე, ეხა უბრალოდ შედი და ეს საბურავია რას არის. იკაიფე. ხო, იკაიფე თავისუფლად. რას გაგისწორდება? დაჯექიბრა. მზათხარ გართობისთვის. წავიდა. მოგეთ ყველაფერი გააკეთა გიომ რაც შეიძლებოდა. დღეს მისტერ ჯაჯი ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ ვიდეოს ვაჩვენებთ და კულებს ავწევთ ერთად. მე მგონი აქაც ძალიან მაგარი კულები იქნება. გამოიწერეთ არხი, რადგან ერთ-ერთი თქვენგანი შეიძლება აქ მოხდეს და ზუსტად ესე გასწავლოთ დრიფტი. აუ რა მე თქვენ მოისხავთ ჩემ მადლს. მოგლეთ, ვისრიალეთ მეგობრებო. ვისრიალეთ მართლაც რომ გიომ ყველაფერს გაართვა თავი რა დავალებაც მივეცი, აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა რა. თამამად შემიძლია თქვა რომ რა ერთ-ერთი კარგი დრიფტერია ქალაქში რა. საერთაშორის არ არის დასავლეთში არსად ავტოდრომი და მსგავსი სიამონება რომ მიიღო ძალიან რთულია რა და ეგ სერიოზული პრობლემაა. არის მრგვალი ადგილები. მრგვალი ადგილები, სადაც მანქანები ბევრი არ მოძრაობს, ხო? ბევრი არ მოძრაობს. მაგრამ ქუჩაში არის რეალოდ. არ შეიძლება. არ დაგიდა. ხამით. ხამობით აი ამას რომ ამბობ, ეხლა მე უნდა გადავიღოთ და ვაჩვენოთ გიოს უკანა კრილო და თუ მიხვდებით, აბა რა მოვიდა მანქანას. საბურავი გასკდა, ხალხს არ ეგრევა სადმე შემოარტყა რაღაცა. ხო, საბურავი გასკდა, უბრალოდ ავითარებაში გასკდა ეგ უფრო საინტერესოა ალბათ. გიო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. იმედი მაქვს რომ სიამოვნე და დაგისწორდა ეს ყველაფერი და კულებით მე მგონი შენც მაღლა იქნები ჩვენს რეიტინგში სხვა სტუმრებთან შედარებით რომ მართლა კარგად შეასრულე ყველაფერი. წარმატებები თქვენს არხს. დიდი მადლობა. კარგი იყო ემოციები, საუკეთესო, აი გვერდზე რო დავჯექი უფრო მეტი ადრენალინი სხვათა შორის. შენ თვითონ როცა აკონტროლებ რამეს. ხო, შიშის ემატება ახლა ვერ ვიტყვი რომ ვინმეს არ ვენდობი, მაგრამ მაინც ფაქტორია რა. ძალიან მიხარია მოკლედ. ეს არის ჩემი კომენტარი. დროებით არხის ამოწერა არ დაგავიწყდეთ და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. წარმატებები, კარგად ხალხო.